კობახიძე მოსკოვის მექანიზმის კრიტიკულ დასკვნას 3 დღის შემდეგ პირველად გამოეხმაურა და თქვა, რომ დოკუმენტში წარმოდგენილია კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც სინამდვილეს შეესაბამება და რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია. პარალელურად კი ანგარიშს თავიდან ბოლომდე სიცრუით გაჯერებული უწოდა. კობახიძე ოპოზიციისგან ლეგიტიმაციის აღიარებას ითხოვს და ამბობს, რომ ამის შემდეგ მათთან საუბარს შეძლებს. მას აქციების ძალადობრივ დარბევაზეც კითხეს, თუმცა ისევ ამტკიცებს, რომ დემონსტრაციებზე მხოლოდ 3-4 მძიმე გადაცდომა მოხდა. დამნაშავეების იდენტიფიცირებას კი ამ დრომდე ვერ ახერხებენ. უნიჭოდ ცდილობს სიტუაციის შემსუბუქებას, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც პერსონალურად კობახიძე, ვერც მისი მთავრობა. ჟურნალისტი გურამ როგავა კობახიძეს პასუხობს, რომელმაც აქციებზე მის მიერ ჩამოთვლილ ძალადობის 4 მსხვერპლს შორის როგავაც დაასახელა. ჟურნალისტი წერს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში მისი და სხვა საქმეების გამოძიებისთვის პოლიტიკური ნება არ იარსებებს. ირანის ხარგის კუნძულზე ფართომასშტაბიანი დარტყმების შედეგად საზღვაო ნაღმების საწყობები, რაკეტების შესანახი ბუნკერები და უამრავი სხვა სამხედრო ობიექტები განადგურდა. ინფორმაციას ამერიკის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს და დარტყმების ამსახველ კადრებს აქვეყნებს. საფრანგეთი მზადაა ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებებს ხელი შეუწყოს. ამის შესახებ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ლიბანმა ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის მზადყოფნა გამოთქვა.